სამართლებრივ ნონსენსში დაკარგული სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია. Როგორ და როდის უნდა გაიმართოს ხელახალი არჩევნები? ზურაბიშვილი და ბარიერ გადალახული პარტიები რამდენიმე დღეა საკითხზე კონსულტაციებს მართავენ, თუმცა ამ დრომდე ვერ იპოვეს ის სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი გახდება. დღეს ოპოზიცია ზურაბიშვილს დოკუმენტსაც წარუდგენს, სადაც როგორც თავად ამბობენ, მათი პოლიტიკური მიზნის მისაღწევი სამოქმედო გეგმა იქნება გაწერილი. პარალელურად ზურაბიშვილის სპეციალური საბჭოს შექმნა საანონსებს, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება. კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, რა სამართლებრივ მექანიზმებზე დაყრდნობით აპირებენ მათი გეგმების განხორციელებას, ამაზე პასუხს ვერც ოპოზიცია და ვერც ზურაბიშვილი ვერ პოულობენ. ჩვენ დღეს ჩვენს მოსაზრებებს გაუზიარებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, რა ვითარებაში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები, როდესაც დაინიშნება ამ არჩევნების თარიღი, ანუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რა გარემო უნდა შეიქმნას. ეს შეხვედრები ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად მივახციოთ ახალ არჩევნებს საქართველოში. გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს არჩევნები, რა პროცედურებით ჩატარდეს, გაცილებით მარტივი მისაღწევია, ვიდრე გადაწყვეტილება არჩევნები როდის და როგორ იქნება ჩატარებული, ეს რთული საკითხია და ჩვენ გვჭირდება მკაფიო გადაწყვეტილებები ამ მხრივ, განცხადებები, ბუნდოვანება ნებისმიერი სახის ამ მიმართულებით გადაწყვეტილებად ვერ ჩაითვლება. მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი და ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე კონსულტაციებს მართავენ, ნაცმოძრაობის ნაწილი ზურაბიშვილს ღიად უპირისპირდება. ბაჩო დოლიძე და პეტრე ცისკარიშვილი რეალობას აცნელილი გეგმების გამო ზურაბიშვილს და მის თანამოაზრეებს აკრიტიკებენ და ცინიკურად მოიხსენიებენ. ამბობენ, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაინიშნოს, რაც სისტემა ჩამოიშლება. ანუ მომავალ არჩევნების სამართლებრივ და იურიდიულ დეტალებზე მიდის მთელი დღე ამ მსჯელობა, თან საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს, რა ვიცი, როგორ მინდა მე ვიყო აცდენილი რეალობას. კიდევ კაი ეს ხალხი თავის ჭკუაზე გამოდის ყოველდღე რუსთაველზე. სალომე ზურაბიშვილი, სანამ ბიძინას სისტემა ჩამოეშლება, მანამდე მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს არჩევნები. რომ ისევ ფულით, პროპაგანდით და გაყალბებებით დაიწეროს პროცენტები, სამწუხაროდ ძალიან არაადეკვატურ ჩურჩუტებთან გვაქვს საქმე. ფაქტია, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირებაა. ერთადერთი რითაც ოპოზიციური სპექტრი კმაყოფილია, ეს ქუჩაში მიმდინარე პროცესებია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია მათივე სამოქმედო გეგმის აქციის მონაწილეებისთვის გაცნობას ვალდებულებად არ მიიჩნევს. ეს პოზიცია დღეს ნიკა გვარამიამ ღიად დააფიქსირა, რომელმაც ოპოზიციას კომპლექსებიც დაუწუნა. ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა ბუნდოვანი ემოციური ტექსტები, რომელიც გულის მოფხანას და მაქსიმუმ აპლოდისმენტების იქეთ არ მიდის. არა ახლა დრო საკუთარი თავის მოწონების პროცესში, დროა პროცესის მოწონების საკუთარ თავში. სამშობლოს გადარჩენის დროა და არა აპლოდისმენტების, ბრძოლის დროა და არა პროცესით კბობის. ეს სტატუსიც იმ გამოსვლასავითაა. მოწოდება რისკენ, რამე გეგმა დადეთ, რამე ბერკეტი გააქვთ ხელისუფლებას ულტიმატუმი რომ წაუყენოთ? გეგმა თქვენ რატომ უნდა დაგიდოთ? იყავით სახალხო პროტესტის ნაწილი, ჩვენი გადაწყვეტილებებით ჩვენ ვიმოქმედებთ, თქვენ რა შუაში ხართ? ოპონენტების ქმედებებს პოლიტიკურ ფარს უწოდებენ ქართულ ოცნებაში. სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, რომ მიმდინარე კონსულტაციების ფორმატით ოპოზიციის ნაწილი ზურაბიშვილისთვის რეპუტაციის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა თვლიან, რომ საბოლოო მიზანი რევოლუცია არის, რესურსიც არ გააჩნიათ. დაპირისპირება აშკარაა და სულ იყო დაპირისპირება, არსად არ წასულა ის განცდა, ის შეფასებები, რომელიც მათ არაერთხელ გამოხატეს გინდა გვარამიას მეშვეობით და გინდა სხვადასხვა ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მეშვეობით. ზონისონი არსებობს ერთის მხრივ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უნდა წარმოჩინდეს როგორც ადამიანი, ვისი ხელებიც არ არის სისხლში, ისე როგორც ნაცმოძრაობის ადამიანი, რომელიც რაღაც მოლაპარაკებების გზას ადგას თითქოს და მეორე მხრივ ეს ალტერნატივა, რასაც ქვია, გრევა, რევოლუცია, ხელისუფლების ჩამოშლა და საქართველოს დაზიანება. მადამ მავნებელი რა ინიციატივით გამოვა, მაინც და მაინც დიდი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ მოგვისმენია. ადრე იყო ბელადი სააკაშვილი, იქიდან ამბობდა ალტერნატიული მთავრობა შექმნათ. მე მაშინ საკრებულოში ვიყავი და გამოგვიცხადეს, რომ აი ხაბიშვილი, ჩემი ხაბი ხო გახსოვს, შინაგან საქმეთა მინისტრად დაუნიშნია. გიჟობა ჰქონდათ ერთმანეთში გადანაწილება ჰქონდათ ადგილების, ხო და ეხა მორიგი კიდე ეთყობა ხაზარაძე, არ ვიცი, ამ პრემიერ-მინისტრად ყავს იმ ალტერნატიულ მთავრობაში
და დანარჩენები კიდე რაღაც გაინაწილები და სიგიჟე ამაზე სერიოზული კომენტარი არც უნდა გავაკეთოთ ჩვენ. საქართველოში აი ამ ულტრალიბერალურ ფაშისტურ მიმდინარეობას ეშინია 29 დეკემბრის დადგომა და ამერიკაში ეშინიათ ოციანურის დადგომა. ჩურჩუტი რო უწოდეს, ეს იქნება მონაგონი. შეიძლება ინატროს რომ მარტო ჩურჩუტი მიწოდონო. 29 დეკემბრის მერე ჩვენ ნახავთ რა დღეს ჩააგდებს მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობა ზურაბიშვილს. ამდენი ტვინიც არ ყოფნის, რომ შეენარჩუნებინა მაინც საზოგადოებასთან რაღაცა ნორმალური ურთიერთობა. ქართულ ოცნებაში არაერთხელ განმარტეს ისიც, რომ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით ხელახალი არჩევნების დანიშვნის კონკრეტული საფუძველი არსებობს მაშინ თუ ცესკო ან სასამართლო მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს. შესაბამისად, სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციისა და ზურაბიშვილის მოთხოვნები რეალობას აცდენილია.